15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან ერთ-ერთს იარაღი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ ჩვენმა თანამებრძოლმა ლევან ჯობავამ მოახერხა პირის განიარაღება. თუმცა რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წუხელ. უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენ საწინააღმდეგოდ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ. რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვაკისრებთ. ჩვენ პირველივე დღიდან ვიბრძვით სიმართლისთვის და მიუხედავად იმისა, თუ რა ბინძური გზებით შეეცდება რეჟიმი ჩვენთან დაპირისპირებას, არ ვაპირებთ დანებებას. ვიბრძოლებთ, მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან. არ დაირჩებიან ის ძალოვნები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ განთავისუფლდებიან და მანამ სანამ ხალხი არ დაებრუნებს სამართალს და დემოკრატიას.